აი მოდი ვიდეო დაიდო, ეს ვიდეოები იდება რაღაც ინტერნეტში. და კომენტარიც არის მაყურებლის თვითონ წარწერაც ვიდეოზე იყო თავიდანვე და მათი გაკეთებული ალბათ ვინც ატვირთა და ჩვენ უბრალოდ როგორც იყო ისე განმოვწერთ. მოდი ვნახოთ. ესეთი ამბავი ხდება ფიშკებზე, მარჯანიშვილზე, ხალხო ნახე ერთი ქართველი არ არის. შეხედეთ რა ხდება, ერთი ჩემი შვილიშვილია ქართველი ეს. დანარჩენი. ეს ჩემი სანდროვა. დანარჩენი ნახეთ გეხვეწები რა. ვაი ბეტყრულო საქართველოს საით მიექანები. ჯერ სად არის? ეგენი სტუდენტები არიან ნერვიულოთ. ანუ როგორი ის არის, დამამშვიდებელი არ დავმშვიდი დიდად, ეგრო გავიგე, თუნდაც ეგრე რო იყოს, ჯერ ერთი ეგრე არ არის. აი რიგში თუ დგეხარ და მარტო შენ დგეხარ ქართველი. რავი, რაც ვინც გინდა ისენი იყო, დამშრომლობა. დავიჯერო ვინმესთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველოში ზერელე დამოკიდებულებით აი შეიძლება ითქვას ფეხებზე მკიდიე დამოკიდებულებით. არის გატარებული აი ეს პროცესი, ეს პოლიტიკა, რომ აი ვიღაცები ნაკლებად ღელავენ ასეთ საკითხებზე და ძალიან ზერელე უდგებიან ამ საკითხს და კონკრეტულად თვითონ ფულს შოულობენ. აი ეს ახლა ძნელი წარმოსადგენის სცენარია, ვიღაცას გონია რომ საქართველოში აი პასუხისმგებლობის რაღაცა ისეთი სტანდარტით არის ეს სისტემა გაჟღენთილი, რომ გამორიცხულია აქ ეხლა რასაც ჩვენ ხედავთ, გამორიცხულია რომ საემიგრაციო პრობლემა იყოს. აქ არის ვიღაცაც ცდილობს რომ რაღაც გამართლება მოუძებს. სტუდენტები არიან გამართლებას უძებნი და რატო აი რა мотиваცია გაქვს მაგ დროს რომ ანუ ვერ წარმოგიდგენია რომ რაზე დაფიქრდით იცი ხალხო? მიგრაციის პრობლემა. რაზე დაფიქრდით იცი? აი ამ სიტუაციაზე ეხლა რაც გაჩვენეთ. ვიღაცა რო გეუბნებათ რომ არის ნერვიულო. აი ჯამურად ხო ყველაფერი ეგ რასაც გეუბნებიან დაიყვანება იქამდე რომ აი ესეთ სიტუაცია და ვიღაცა გამოვარდა არის ნერვიულო. აი მაგის мотиваცია რა არის შეგვიძლია ამიხსნა. აი დაუშვათ არ არის ამაზე სანერვიულო. და ჩვენ ვაბუქებთ. წარმოვიდგინოთ რა, აი ის ადამიანი რატო ნერვიულობს მაგაზე. აი რატო აღინთო ეს რაღაცა და არის ნერვიულოთ, ხალხო, არის ნერვიულოთ. ეგ თქვენ გეჩვენებათ რომ ეგენი ბევრნი არიან. ეგენი თან გეჩვენებათ რომ ბევრნი არიან. თან სტუდენტები არიან, თან ეგ პრობლემა არ არის. თან პრობლემა კი არის, მაგრამ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს აკეთებს და ჩათვალე მოგვარებულია და საერთოდ ყველა ვინც მაგას ლაპარაკობს ეგ პრობლემა, ეგ არის მოღალატე. აი, ეგეთებს რომ გელაპარაკება ადამიანი. мотиваცია რა აქვს შენი აზრით? აი, რა ვარიანტები გაქვს? რა мотиваცია აქვს ადამიანს, რომელიც ეგეთ რაღაცებს გელაპარაკება? აი, შენი აზრით. აი, ჩამოთვალოთ, აი, რა ვარიანტებია? ესე იგი, ვარიანტები კოსმიური სამართლიანობა ეძახის, რომ აი ვარიანტები არის 3. ერთი ხელისუფლება აფინანსებს. ხო, რავი. მეორე უნდა რომ აფინანსებდეს ხელისუფლება. უნდა რომ ხელისუფლება აფინანსებდეს, კი? და თავის უნიკალურ უნარჩვების დემონსტრაციას ახდენს. გაპრავებადი რაც არ არის, იმის გაპრავების დასაფინანსებელი და მესამე თვითონ ის მიგრანტები აფინანსებს. მეტი არ არსებობს. არა, მეოთხე ვარიანტია, რომ ეგ არის ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის. კოსმიურ სამართლიანობას. არა. ოღონდ როგორ იბრძვის სიმართლისთვის, აი ვიღაცა ოცნების გაზულუქებული ჩათლახი ტიპები, რომ ხალხის ფულით გაძღნენ. მაგაზე კი არა აინთო ესეთი ცეცხლით რა და კი არა ეგ კი არა მხილა. ჩვენში დაინახა პრობლემა ამაზე რო ლაპარაკობ და ჩვენ წინააღმდეგ დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა, იმიტომ რომ კოსმიური სამართლიანობა ეძახის.
გიჟია. აი მე რა მაინტერესებს, იცი ნორვეგიაში მოხდა ასეთი ფაქტი რა. ნორვეგიაში თუ შვედი, მე მგონი ნორვეგიაში მოხდა. რამდენიმე წლის წინ. აფრიკელმა სტუდენტმა გააუპატიურა იქაური ესეთი მუნიციპალური სამსახურის დეპუტატი, ადგილობრივი ერთ-ერთი ქალაქის საკრებულოს დეპუტატი კაცი. კაცმა გააუპატიურა კაცი აფრიკელმა სტუდენტმა. და მე ამ სტუდენტს ადეპორტებდნენ. და ამ გაუპატიურებულმა თქვა, რომ ეგ უბრალოდ სტუდენტი იყო და არ გააგდოთ. გაიგე ხოდა. აი კატასტროფა. რა არის? ან არა, ევროპული გამოცდილების გადმოღება მართლა ხდება. ანუ ნახე რა არის, იცი? ეგ უბრალოდ სტუდენტები არიან. რაღაც მანდეთ მიდრეკილი. ანუ გეთმინეს ხო? როგორ ამდეთ მიდის? ეგ შვება ამ სიტუაციაში? აი წინაზე ის ეგ რამეს ამსუბუქე? წინაზე ის ქალი რო აჩვენეთ ემპათიაზე რო ბაზრობდა, ხო? აი ემპათია გამოავლინა ტიპმა რა. ან მე რა მაინტერესებს? ისეთი ემპათია გამოავლინა ევროპელი იყო. ანუ ნახე მე რა მაინტერესებს, მე რა კითხვა, რა კუთხით ვარ კითხოს. ქუჩაში გამოდის ადამიანი და აი ყველა უცხოელია რა და აი მე ბავშვი ხელი მოკიდე და ბავშვი ვეღარ უშვებ ეშინია რა ყველა უცხოელი არ ენდობა იმათ კულტურას, გაიგე? და რაღაც გარეთ გამოსვლა სახიფათო ხო არ არის. ეს აზრი უჩდება. აღარ სიამოვნებს გარეთ მოძრაობა, იმიტომ რომ სახიფათო დაგიქოს და ეგენი უბრალოდ სტუდენტები არიან. აი ეს ნათქვამი ამის უსაფრთხოების განცდას უნდას დიდეს, ანუ არ ვიცი, ვიღაცა რო გააუპატიურა იმაში ნორვეგიაში, ეგ უბრალოდ სტუდენტი იყო, ეგრეთ გება საკითხი. რა პასუხებს იძლევა სტუდენტების სტუდენტური ვიზით სადღაც ჩასვლა არის ყველაზე გავრცელებული ფორმა სადღაც ჩასვლის მექანიზმის. აი როგორ ჩადიხარ სადღაც და არ ვიცი, არსებობს სტუდენტური ვიზა, გადაიხადე ფული სასწავლებელში, მაგარი მოსწავლე ვარ და ნუ მოსწავლედ მიიღეთ. ხო, ეგ არის ანუ ქართველები როგორ მიდიოდნენ თავის დროზე სანამ ვიზო არ იყო ევროპაში. გავრცელებული და დიდი ალბათობით აწიც როგორ მოუწევთ ეხლა რომ გაგვეუქმებენ. როგორ მოუწევთ, რა მექანიზმი არსებობდა გადაპარვა, არსებობდა რაღაც უნივერსიტეტი, რაღაც სასწავლებლის ჩარიცხვა, ხო? ეგ ხდება, ეგრე ხდება ხალხო. ანუ რაღაც ფულს იხდი, რაღაც სასწავლებლები არსებობს, რომელიც არ არის ძვირი საქართველოში. იმაში იხდი ფულს, ჩამოდიხარ ლეგალურად არსებობს საქართველოს, სადღაც მუშაობ, სადღაც საქმდები, სადღაც ინტეგრირდები, მოიხედე, გაიცანი, ვიღაც შენიანები, იმათმა გითხრეს, რომ აქ მაგრა ასე შეიძლება დამკვიდრება, დამკვიდრდი. აი მე ეგ არის მექანიზმი, დამკვიდრების. მართლა საინტერესოა, მართლა არის საინტერესო, აი ის ადამიანები რას საქმიანობენ საერთოდ, რომ აი ეგენი უბრალოდ სტუდენტები არიან. ან ეს თვითონ გამოწვეული პრობლემა. აი შენ გაგსასწავლებელი და შენი სტუდენტები არიან. თუ აი შენ რა საკეთებ მაგ დროს, აი ეგ ხო საინტერესოა, კაცო. აი კონკრეტულად შენი სტუდენტები არიან და შენ მე ვიულობ რომ დავანებოთ შენ სტუდენტებს თავი. თუ რა გამოძრავებს. იმიტომ რომ ძალიან მარტივი პრობლემაა, მეგობრებო. ხალხი ქუჩაში გადის და უსაფრთხო თავს ვეღარ გრძნობს. ანუ ეგ არის უბრალოდ განცდის დონეზე. საერთოდ საფრთხე არის ისეთი რაღაცა, რომ საფრთხე მაინც რაღაც კი არ უნდა დაგატყდეს თავზე. პირდაპირ იგრძნობა სად არის საფრთხის შემცველი გარემო და სად არა ნაკლებად საფრთხის შემცველი გარემო. საერთოდ რაც უფრო მეტს შენ მოუშვებთ, რანაირი მიზეზითაც არ უნდა შემოვიდეს. თუ უბრალოდ მათი აქ რაოდენობა გაიზრდება, საფრთხეც იზრდება. აი მე რა მაინტერესებს, ცი სტუდენტები არიან, ნუ ნერვიულობთ, არგუმენტი. ეგენი დარჩენ სარაპირები სტუდენტები არიან, ხო არის არგუმენტი. ჩვენს პეტიციაში და ჩვენს საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნაში იქ წერია გავამკაცროთ სავიზო პოლიტიკა
ჩვენთან კულტურულად შეუთავსებელი და სახიფათო ქვეყნებთან ეგ პუნქტით წერია და ცალკე წერია პუნქტები, რომ კანონმდებლობაში გამკაცრდეს ბინადრობის უფლების გაყიდვის მექანიზმი, რო ჩაწერილი $100,000 ბინის სანაცვლოდ ბინადრობის უფლებას და შემდეგ მოქალაქეობის საშუალებას რო იღებ, $300,000 იღებ უვადო ბინადრობის უფლებას ფაქტიურად და ასევე ბინადრობის უფლებას გაგრძელების უფლებით და მერე მოქალაქეობის აღების უფლებით იღებ $1,300 და ზემოთ ხელფასი თუ გაქვს, ხო? და ჩავწერთ, რომ ეს ამოვიღოთ, იმიტომ რომ დარჩენის მექანიზმები გამოვიცხოთ, ხო? ეს არის მოთხოვნა. თუ უბრალოდ სტუდენტები არიან არანერვიულად, მაგაზე თუ ლაპარაკობ, მე მიმაჩნია, რომ ეგეც სანერვიულოა და მაგაზეც მაქვს ცალკე მოთხოვნა. ეს პუნქტები მაინც დააკმაყოფილე. ამ პუნქტებთან რა პრეტენზია გაქვს? აი ხანგრძლივ დარჩენას შენც თუ ეწინააღმდეგები, აი ვიღაცა ოცნების ჯიბის გამპრავლებლები რო არა, რომლებიც ვითომ არ არიან ოცნების ჯიბის გამპრავლებლები და კოსმიური სამართლიანობის რაღაცა ჟინმა შემოუტიათ ამ თემაზე რატომღაც, ხო? და არა, დიდხანს დარჩენა ვისაც უნდა იმას ეგენიც ეწინააღმდეგებიან, ნუ ყველა სტუდენტია, ხალხო, ყველა სტუდენტია, ამას აправებ. დიდხანს დარჩენას ხო ეწინააღმდეგება ეგ ხალხიც. მაგაში გვეთანხმება? რავი, ეგ პუნქტები დააკმაყოფილოს, დაეთანხმოს მაგ პუნქტებს. ეგ ხალხი ხო იძახის, რომ არა, ბინადრობის უფლებას ძალიან ცოტა ითხოვს. თუ ძალიან ცოტა ითხოვს, მაშინ პრობლემა რა შეგაუქმე ეგ პუნქტები და საერთოდ აღარ იყოს ბინადრობის უფლების მიცემა ასე და ვიზით უწევდეს ყველა შემოსვლა. მათ შორის სასწავლებელი ვიზა იქნება თუ სხვა ტიპის ვიზა. ვიზით უწევდეს შემოსვლა, მაგრამ პრობლემა რა შეიცი? არ არიან მხოლოდ სტუდენტები და სტუდენტებით ვინც არიან, სტუდენტური ვიზით ჩასვლა არის ქვეყანაში ჩასვლის ყველაზე გავრცელებული მექანიზმი და იქ დამკვიდრების საწყისი ტრამპლინი. და სტუდენტად ჩამოვიდა და იქ რაღაცა არ ვიცი, მაგრა იპარება ქვეყანაში და სტუდენტის ვიზით მოახერხე ჩასვლა, სტუდენტის ვიზით მოახერხე ჩასვლა დიდი შვება არ არის მაგ საკითხში და კიდე ერთი ვიდეო მინე გაჩვენოთ, აი ახლა იყო ჩვენთან წერდნენ კომენტარში, რომ უნივერსიტეტიდან ჩამოვდიოდი, აქ არის წერა, რომელი უნივერსიტეტიდან და ინდოელს თუ პაკისტანელს ეძინენ კიბეებზე, რა. და გადაბიჯება მომიწია. ხო და ცოტა როგორი სურათები იდება უკვე, იცი? აი ეს ეხლა ეს არის ახალი კიდე კადრები, ახალი ტიპის ასეთები რო იწყება უკვე ქვეყანაში, შემაშფოთებელი. ხონდი აი ამასაც ვუყუროთ. რაღაც ახალი ანუ ვიღაცები როგორ არიან უკვე, იცი? აი ხალხ ქუჩაში ძინავთ. ხო? აი რაც წამოწვა რა ქუჩაში. ეგ არის როგორი ეტაპი უკვე, იცი? აი ხო იცი იმაში. საქართველოში რაღაცა თბილა, ქუჩაში უსაფრთხოა, ჯერ. აი ჩვენ რო ვაჩვენებდით ხოლმე მაგალითად კალიფორნიაში რო არის უბნები, სადაც აი რაღაცა ტენტს დააგდებენ ტიპები და რაღაცა უბანია, სადაც ქუჩის აი ესეთი რაღაცა დასახლება გაიჩნდა უცებ ამ უსახლკაროების, მიგრანტების, ნარკოდამოკიდებულების და ასე შემდეგ, ხო? მაგის ფორმირება ეგრე კი არ ხდებოდა იქ მაგალითად, რომ აი ერთ მშვენიერ დღეს უცებ ყველანი მოგროვდე და ეს სუფთა ქუჩაზე რაღაცა ეგეთი. ეგ ნელ-ნელა იწყება ეს. კი ერთხელ ვიღაცა შეწუხდება, ორჯერ ვიღაცა შეწუხდება, მესამეჯერ უკვე ფეხზე დაიკიდებს, მეოთხეჯერ მაგუბნიდან ვისაც საშუალება აქვს ბინას გაყიდის და გადავა და რაღაცა ეგეთი ანკლავები გაჩნდება, სადაც აი ესეთი რაღაც საქართველოს რო არ ახასიათებდა ეგეთი სიტუაციები გაიქნება უკვე ყოველდღიურობა. ჯერჯერობით მაგალითად საქართველოში გვაქვს როგორი ფუფუნება, იცი? აი შენ ცოლი და შვილი ქუჩაში რო დადიან, არ არსებობს აი თბილისის რაღაცა ნაწილი, სადაც მე ჩემ ოჯახის წევრებს ვიტყვი, რომ მან არ გაიაროთ. იმიტომ რომ ვიცი რომ უსაფრთხო არის, მაგრამ
ისიც ვიცი რომ ესე თუ გაგრძელდა, ეგეთი ადგილები გაჩნდება. აი ქუჩა რომელზეც ქალმა ჯობია არ გაიაროს, ქუჩა რომელზეც ღამით ჯობია არავინ არ გაიაროს. ადგილები სადაც ჯობია ბავშვი არ გაუშვა. საქმე რა შეიცი? ადამიანები შეიძლება რაღაცას აი როცა ვლაპარაკობთ რაღაც თემაზე, რაღაც პრობლემაზე, შეიძლება თლად სწორად ვერ ხვდებიან რა პრობლემას გულისხმობთ ზოგადად რა. აი პრობლემა სინამდვილეში რაში მდგომარეობს, იცით? ქუჩაში არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რანაირი სურათ, იცი? აი არ ვიცი ვის რა გამართლების სცენარი მოზდის თავში. ნიშნულობა არ აქვს, აი ჩემთვის პირადად, ვინ რა გამართლებას მოიგონებს, არ აქვს ნიშნულობა პირდაპირ ვიძახი. პრობლემა რაში მდგომარეობს, იცით? ხო არის საქართველოს მოსახლეობა. აი ქუჩაში მიდიხარ სადღაც, ხო? სურათი რო ხდება ისეთი, რომ რაღაც ადგილზე ძალიან ბევრია უკვე ჩამოსულები. უკვე ძალიან ბევრია. რაღაც ადგილზე აი ქართველი უფრო ცოტაა ვიდრე ისინი. ეგეთი სურათები რო ხდება, პრობლემა არის ეგ. რაღაცებზე კი ნუ გადახვალთ კაცო. სტუდენტი ისა ესა, ეს ყველაფერი არის მაგ პრობლემის მოგვარების კრიტერიუმები. ეგ პრობლემა როგორ მოვაგვაროთ? მაგაზე ვლაპარაკობთ მაგ დროს. რა უნდა შევზღუდოთ, რა უნდა დაუშვათ. მაგას როცა მსჯელობთ იმისთვის, რომ ადამიანი ქუჩაში რომ მიდის, ეგეთი სიტუაცია არ უნდა იყოს და მაგის გამართლებებს დაანებებთ თავი. აი მე რაც ზოგადად მაშფოთებს არის ის, რომ როცა ადამიანს აჩვენებ ისეთ სიტუაციას, რომ აი შეხედეთ უკვე ქართველები ნაკლები არიან და ისინი არიან მეტნი, მე რა მოხდა მან რაღაცას იგონა. არ აქვს მაგას მნიშვნელობა ხალხო. ეს სურათი რომ აღარ გქონდეს მაგისთვის აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის მოსაგონებელი სტუდენტობაც, ყველაფერი ეგ საკითხი ამ გადმოსახედიდან არის შესაძლებელი. სტუდენტებია ანუ კარგიას დაანებე თავი კაცო. ეგ არის რაღაც იდიოტური რაღაცა წარმოდგენა, რომ რაღაც გამართლება არსებობს თითქოს სურათი რომელშიც მაგალითად 100 აი რაღაც უბანი რო წარმოიდგინო და 70% უკვე ჩამოსულია და 30%-ია ქართველი და რატომღაც ეგ კარგი რატომ არის რო წარმოიდგინო, ხო? ეგ არის იდიოტობა. არ არის ეგ კარგი და მაგის მოსაგვარებლად არის საჭირო გადასადგმელი ნაბიჯები და გადასადგმელი ნაბიჯები არის მაგალითისთვის ის ინიციატივა, რაც ჩვენ წამოვაყენეთ და იმ ტიპის გამართლებები, რაც გვესმის, ის პირიქით უფრო მაშფოთებს. ანუ ეგეთი გამართლებები, როცა მესმის, რომ მაგალითად აი ადამიანები სტუდენტები არიან და არ არის პრობლემა, ან რაღაც დროებით არიან და შემდეგ ეგ რომ მესმის პირიქით ხვდები, რომ ესე იგი არავინ ვერც კი ხვდება რა არის მოსაგვარებელი.